მეგობრებო, დაგიბრუნდით. მცირედი პაუზის შემდეგ, ესე იგი, ცოტათი საზღვრებს გარეთ ვიყავ, გასული ასე ვთქვათ, პატარა დასვენება და შვებულება მოვიწყე. და ეხლა დავბრუნდი და ესე იგი ვიწყებ დაბრუნებისთანავე პირველად ესე იგი საერთო გაშლებით შემოგიერთდით და პირადი გაშლებისთვისაც პირადში მომწერეთ, როგორც ყოველთვის ჩემო უკვე გამომწერებმა და ასე ვთქვათ ერთგულმა ადამიანებმა ვისთვისაც მათი ტაროლოგი ვართლიან და აკეთებენ ჩემთან პირად გაშლებს, უკვე შეგიძლიათ შემეხმიანოს და ჩვეულ რიტმში მოვაგვარებ დაგიდგებით გვერდით საინტერესო კითხვების ამოხსნაში და ინფორმაციის მიღებაში იმ თემებზე, რაც თქვენ გაინტერესებთ. რაც შეეხება ამ გაშლას, უეცრად მომივიდა ეს თემატიკა და ვფიქრობ მგონი საინტერესო თემაა. გავიგოთ რა ფარული ისეთი ნიჭის პატრონი ადამიანი ბრძანდებით, რასაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ და თქვენში არის ეს რაღაცნაირი ღვთიური ნიჭი, რომელსაც პატარა ხელის შეშველება ჭირდება თქვენი მხრიდან, სულ მცირე ყურადღება რომ მიაქციოთ ამას და გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ. ნახოთ იმისთვის რომ გავიგოთ თქვენი ეს გაშლა თუ არა, რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, როცა ამ გაშლას უყურებთ და ლაიკები არ დაგეზავროთ, შეგახსენებთ ყოველთვის ჩემი სიყვარულით ეხება თქვენ გაშლას, თქვენ ენერგეტიკას ეს გაშლა თუ არ ეხება და ლაიკეთ ხოლმე თქვენი გულები და გაზიარებები და თქვენი აქტივობა აუცილებელია ენერგოცვლისთვის. გადმოდით ჩემგვერდზე და თუ ეს არ დაემთხვევა თქვენ გაშლას, თქვენ ენერგეტიკას და ეს გაშლა არ იქნება თქვენი, არჩიეთ ნებისმიერი სხვა თემატიკა და სხვა გაშლები, რომელიც გაინტერესებთ. რა ენერგიებში ხართ ახლა? მე-13 მაღალი არკანი. სიკვდილი და ეს არნიშნავს რომ გვყვებით არც ერთ ვარიანტში. ტუზ ჟეზლი, სიკი კარტებს ხშირად ვეცდები რომ აღარ ჩამოგითვალოთ ხოლმე, იმიტომ რომ ამაში ბევრი დრო გამდის და მირჩევნია ინფორმაცია მოგაწოდოთ. ესე იგი, ძალიან დიდი ტრანსფორმაციის წინაშე გეხართ. ეს არის ტრანსფორმაცია, რომელიც ცulis თქვენ პიროვნებას და ის რაც იყო, ის პიროვნება თქვენი სახით, რაც იყო დღემდე პირობითად ვიძახი, იმიტომ რომ ეს კარტი დღეს და ორ დღეში არის ცulis ადამიანს, ეს არის ფსიქოლოგიური, შინაგანი, ემოციური, რაღაცეების მიმართ, დამოკიდებულებების მიმართ, რაღაცეების მიმართ, სრულიად შეცვლა პიროვნების, შეცვლა მისი მსოფლმხედველობის, მისი ემოციური ფონის, მისი საყვარელ პიროვნებასთან დამოკიდებულების, მისი სამუშაო პირობებთან სხვანაირად აღქმის და თუ რაღაცაზე აქამდე თანახმა იყო უკვე გაზრდილია თავის თავზე და იმ ხელფასზე პირობითად ყოველას თქვენი გაქვთ და უკვე სხვანაირი ხელფასი და პროფესიონალიზმი ჭირდება ამ ადამიანს რომ მიაწოდო რომ მოკლედ ძალიან დიდი ტრანსფორმაციის ამბავში ხართ. ეს არის ტუზ ჟეზლი, ეს არის როგორც წესი ამ კალოდაში მაისის ჟეზლი ქვია ამ კარტს, ახალი სამუშაოს ნაწილი იქნება, ახალი სამუშაოს მოლოდინის და ასეთი ცეცხლი გიგიზგიზებთ, ესე ვთქვათ, თქვენი საქმიანობა ზოგიერთისთვის შეიძლება ეს იყოს თქვენი პატარა ერთგვარი ბიზნესის წამოწყების ამბავი, ასევე ჟეზლები და ტუზი დასაწყისი, ასე ვთქვათ, არის ურთიერთობის პარტნიორული ურთიერთობის, ასე ვთქვათ, კარტიც. თუმცა ამ ყოველფერს ახლა რაღაცნაირად არ აფიშირებთ, მოდი ესე ვიტყვროთ ხემ პენტაკლით, ეს არის ჩემი გეგმა, ეს არის ჩემი ემოცია, ეს არის ჩემი წამოწყება, ჩემი რაღაცა სიახლე, რომელიც მინდა რომ ჩემთვის შევინახო და აი რომ გავაკეთებ, მერე უკვე ვიტყვი ხმამაღლაო და ტუზ თასი არის კალოდის ძირში. დიდი ალბათობით სადღაც 70-80%-ისთვის ეს იქნება ემოციებზე და პარტნიორულ ურთიერთობაზე, ახალ პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვენი ტრანსფორმაცია და ის ძველი, ის წარსული, ის ექს პარტნიორი, ის ექს ურთიერთობა, ის რამაც უკვე მოჭამა თავისი და დიდი ხნის წინ უნდა დაგეტოვებინათ, ასე ვთქვათ, წარსულში და დაგევიწყებინათ ის კარგი მომენტებიც და ცუდი მომენტებიც, რასაც მაინც ებღაუჭებოდით, ასე ვთქვათ, და არ უშვებდით არც ამ პარტნიორს თქვენი ემოციური ფონიდან და ენერგეტიკიდან და დამოკიდებული იყავით მასზე, ასე ვთქვათ, აი ეს ყველაფერი სიკვდილის კარტით
ტრანსფორმირდა და როგორც იქნა მიხვდით რომ წარსული უნდა დარჩეს წარსულში, იაროთ ახალი გზით, მისცეთ ახალ პიროვნებებს, ახალ ადამიანებს, ახალ ურთიერთობას, იმას, რასაც სამყარო საჩუქრად მოგცემთ, იმ ემოციების ზღვას და აი თასიდან გადმოსულ ემოციებს გასაქანი, ასე ვთქვათ, თქვენ ცხოვრებაში რომ შემოუშვათ ახალი სურპრიზები, რასაც თქვენთვის წინ ასე ვთქვათ გიმზადებთ სამყარო, მაგრამ რატომღაც ისე უკან იხედებოდით და ვერ ელეოდით აი ამ წარსულის ემოციურ ფონს. ზოგისთვის კარგი ფონი იყო, ზოგისთვის ცუდი, დაშორებულ ვარიანტში შეიძლება რომ ის ცუდი გავიწყდებოდათ უკვე და რაღაცნაირად თბილ მომენტებზე იყავით ჩაფხოუჭებული, რომ აი იქნებ შერიგების ვარიანტი არსებობდეს. თუ ენერგეტიკას აწყობთ, რომ თქვენია, მაშინ უყურეთ და გავიგოთ რაში არის თქვენი ფარული, ესე იგი, ერთგვარი ტალანტი, ნიჭი, რაღაცა განსაკუთრებულობა და ყველასთვის არისო, ახლა დამიწერენ ჩემი ჰეიტერები, ყველასთვის რამდენადაც გრძნობთ, რომ იდენტიფიკაცია ეხება თქვენ თავს, ყველასთვის სათითაოდ ერთი და იგივე სიტყვა ვერ იქნება მეგობრებო, სულ ამის ახსნა რატომ მიწევს და მე კიდევ სხვები მიწერენ რომ რამდენს ლაპარაკობ, იმიტომ რომ მიწევს ერთი და იგივეს ახსნა. ყველას ექნება საკუთარი ინფორმაცია, რასაც გრძნობთ რომ თქვენია, ის უნდა მიიღოთ. თუ არასასურველი ინფორმაცია და თქვენ არ გეხებათ, მიიღებთ ხოლმე ამას თქვენ თავზე და თქვენი არ იქნება რასაკვირველია. ყველა ადამიანებისთვის ერთი და იგივე სიტყვა ვერ იმოქმედებს. 2-ჯერ 2 4-ია, ხო? პირადი გაშლებისთვის, რომელიც არის სწორი უფრო თქვენთვის იქნება მაქსიმალურად თქვენზე გამოჭრილი ის ენერგეტიკა და ის ინფორმაცია. ამიტომ არსებობს პირადი გაშლა და ეს არის საერთო გაშლა, მეგობრებო. თუ ატყობთ რომ ეს იდენტიფიკაცია თქვენზე თქვენია, მოკლედ ეს გაშლა, ვნახოთ რა ფარული ნიჭის პატრონი ხართ ერთგვარი. და მართლაც ხართ ფარული ნიჭის ერთგვარი ბრძენი ადამიანი, მეცხრე მაღალი არკანით, რომელსაც თავისი, ესე გეტყვით, თავის მარტოობაში და ცხოვრებისგან ძალიან ბევრი ჭირვარამი გამოტანილი ადამიანი არის ერთგვარი, აქ წარმოჩენილი ბერი უხუცესი. შეიძლება ასაკით ხართ 20 წლისაც, 25 წლისაც, ეს არ ნიშნავს რომ რახან თეთრი წვერები აქვს მაინდა-მაინც დაბერებული ადამიანზეა საუბარი, ეს არის ბრძენი. ცხოვრებისგან, ასე ვთქვათ, ბევრი მის ასაკთან შედარებით ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა გაქვთ თქვენ ასაკთან შედარებით უკვე ნანახი ცხოვრებისგან, რომელმაც ერთგვარად რაღაცნაირად თქვენ ასაკზე მეტად გაგზარდათ, დაბრძენებული, სულიერად გამოწვრთობილი ადამიანი ხართ უკვე. მაქსიმალურად შეგიძლიათ თქვენ მარტოობაში, განდეგილობაში იყოთ, ლოცვებში იყოთ, თქვენ თავს რაღაცნაირად ურჩიოთ, სწორ გზაზე დააყენოთ, თქვენი შეცდომების აი ფანარი გიჭირავთ აქ, რომელიც გზას გაჩვენებთ რა, ნაბიჯი უნდა გადადგათ და გადადგათ თუ არა, რომ ხევში არ ჩაიჭრეთ და იგივე შეცდომა და იგივე ცოდვები, ასე ვთქვათ, ბჭყალებში არ შემთხვევით თუ ასე ვთქვათ, გააზრებულად არ მოგივიდეთ შეცდომები, რომელიც სხვას დაუნგრევს, ვთქვათ, ცხოვრების რაღაც მომენტებს, ასევე თქვენ თავზე აღარ გინდათ, რომ ზედმეტი ტანჯვა და ვარამი გადაიტანოთ ამ შეცდომების გამო, გაუაზრებელი, ასე ვთქვათ, შეცდომების გამო, აქედან გამომდინარე თქვენი ნიჭი არის ეს, რომ თქვენ თავში, თქვენ მარტოობაში, თქვენ სულიერებაში, ლოცვაში, ასკეზაში, ზოგისთვის მარხვაში, ზოგისთვის ბერებთან ცხოვრებაშიც კი იქნება ასეთი ნაწილი, ძალიან მცირე შეიძლება, მაგრამ იქნებიან ადამიანები, ვინც აი მამაოებთან, ბერებთან სულიერი სიმშვიდით და რაღაც ლოცვის რეჟიმით მკურნალობს საკუთარ იარებს, ცხოვრებისეულ იარებს. ბევრი აწონდაწონის შედეგად მივიდა აი ამ ყველაფერ დასკვნამდე, რომ ესე იგი რაც უფრო შორს ხარ და რაც უფრო ადამიანებისთვის საოცნებო ხდები, მით უფრო გაფასებენ ადამიანები. აქედან გამომდინარე, გააზრებულად შემდგომ უკვე იქცევით ხოლმე
ისე რომ თქვენ თავში მარტო იყოთ, რომ ნაკლები ვინმე მტკივილი მოგაყენოთ, ნაკლები გული გატკინოთ, ნაკლებად მიიღოთ ის ემოციური, დეპრესიული პერიოდები, რომელიც შეიძლება გაუთვითცნობიერებლად ადამიანებმა თქვენ მიმართ გამოხატონ და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საბედისწერო ადამიანი ბრძანდებით ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ბედის ბორბალი, მე-10 მაღალი არკანით, თქვენ ხართ ერთგვარად ბედის საჩუქარი ადამიანების ცხოვრებაში. მიიღეთ.